მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ქეთევან ბოლქვაძე. ეს არის თავისუფალი თემა და დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ რა არის პანდუსი. ეს არის პროექტის სახელწოდება. ალბათ ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუმცა ჩვენ იმისთვის ავირჩიეთ ეს თემა, რომ აგიხსნათ ამ სიტყვის მნიშვნელობა, გავიგოთ მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები რა ახასიათებს და რამდენად მნიშვნელოვანია პანდუსი საქართველოში, ნორმალური პანდუსი რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამას ჩვენ სტუმრებთან ერთად განვავრცობთ. მე მინდათ წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, ეს გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ციცი ბაღდავაძე, ნინი ტეტუნაშვილი და ხატია ჭელიშვილი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე აქვე მინდათ შეგახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, ეს გახლავთ 295-33-07, რომელზეც შეგიძლიათ დაარეკოთ, დააფიქსიროთ თქვენი სუბიექტური აზრი ან დაგვისვათ შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით. ან მოგწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 933-40, 933-41 ან 955-00. მოდით, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. მოდით, გადავიდეთ თემაზე და აუხსნათ მაყურებელს რა არის პანდუსი. პანდუსს იყენებენ კიბის ნაცვლად, იმისათვის, რომ ფიზიკური შეზღუდული პირები, რომლებიც გადაადგილდებიან ნეტლით, შეძლონ მოძრაობა ზღვის დახმარების გარეშე. თუმცა საქართველოში ესეთი პანდუსები ნაკლებად არის. როგორც ვიცით, თქვენ სამივე შეიმუშავეთ პროექტი, მაგრამ იდეა იყო თქვენი, ციცი. ანუ რას გულისხმობს ეს პროექტი? რატომ შექმნით? რატომ წამოვიდა ეს იდეა? უცნაურია, რომ ადამიანი ამა თუ იმ პრობლემაზე იმ შემთხვევაში ფიქრდება, როცა თვითონ ექმნება ეს პრობლემა და სიმართლე გითხრათ, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. მე სანამ ეტლით სარგებლობა არ დამჭირდა, მანამდე არასდროს არ დავკვირვებია შენობებს ჰქონდათ თუ არა პანდუსია, როგორი იყო ტროტუარზე ასასვლელი, გადასასვლელები და ეს 5 წელია რაც უკვე ეტლით დავდივარ, სულ არ კვირდები, იმიტომ რომ ძალიან პრობლემატური არის ჩვენი ქუჩები და იდეაც ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე წამოვიდა იდეაც და ხარში დამიდგა მე ხატია და ნინო და რას ეხება ეს, ანუ რა არის ამ პროექტის მიზანი? მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მეტად გაამახვილოს საზოგადოება ყურადღება ამ პრობლემაზე. ან ჩვენი აზრით პრობლემა არა მარტო ხელისუფლების ყურადღებაში არის, არამედ ხალხის გულგრილობაშიც. ან ჩემ შემთხვევაშიც იმიტომ ვთქვი, რომ არც მე ვაქცევდი ყურადღებას, ანუ თუ თვითონ არ აწუხებთ, არ თვლიან ამას პრობლემად. ამიტომ გვინდა რომ მოგწევს კი, გავამახვილოთ ამას ყურადღება. ციცი, მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი იმისათვის, რომ მაყურებელმა უკეთ შეიტყოს, თუ რას ნიშნავს პანდუსი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის. ვიდეოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გადაღებულია ბათუმში და ეკუთვნის საზოგადოებრივ განათლების კლუბს თანამეგობრობას. ასე რომ ვნახოთ ვიდეო.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დაუბრუნდით პირდაპირ. მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომრები, ხოლო შემდეგ განვიხილოთ ეს ვიდეო. ეს არის 235-33-07 ან 9 შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერზე, ხოლო SMS შემთხვევაში მოგწერეთ 923-40 923-41 ან 955-00 და დააფიქსირეთ თქვენი სუბიექტური აზრი ან დაგვისვით შეკითხვები. ალბათ ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ დარწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანია პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და ალბათ თქვენ სიხილეთ და დაგვეთანხმებით. სწორედ ამიტომ წამოვიდა ამ პროექტის იდეაც. მოდით გითხარით, აი რის გაკეთებას აპირებთ თქვენი პროექტით? ციცი. ჩვენ გვინდა დიდი ხანია ვფიქრობდით, ან კონკრეტულად ის გაკეთება შეიძლება და რაღაც უფრო ისეთი გვინდა და გაგვეკეთებინა, რომ უფრო ხალხის გულებში უფრო დიდი ადგილი დაიკავებინა ამ პრობლემას. აი, როცა მართავ მაგალითად კონცერტს და ამბობ, რომ აი ამის და ამის გამო კეთდება ეს კონცერტი. ჩემი აზრით უფრო მაინც უფრო გულგრილად რჩება ხალხი ამ შემთხვევაში და ჩვენ გვინდა და უფრო ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც ხალხის ყურადღებას მიიქცევდა. აი მაგალითად გვინდა რომ ისეთი დაწესებულებები როგორც არის მაგალითად მერია, ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრო, რაც პანდუსი არ არის და არის უმნიშვნელოვანესი დაწესებულება. გვინდა რომ მოვაწყოთ რაღაც აქციის მსგავსი ამ დაწესებულებებთან. აქციის დროს აი რას აპირებთ, რა უნდა გააკეთოთ? გვინდა რომ იქ რაკიბებიც არის, ისინი რომ გადავკეტოთ, ასე ვთქვათ, ან თუნთლიანად თუ არ გადაიკეტება, ნაწილობრივ მაინც რომ თვითონ ფეხით მოსიარულე ადამიანს არ შეეძლოს კიბეზე ასვლა ხვის დახმარების გარეშე ან გაუჭიდეს რაღაც პრობლემა შეექმნეს, რომ მიხვდეს, რომ სწორედ ასეთივე პრობლემას აწყდება ეგრეთ მოსარგებლე ადამიანი, როცა არ ხდება პანდუსი. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თუ არა. უფრო არ ფიქრობენ, რამდენად პრობლემატურია ყოველდღიური ცხოვრება ამ ადამიანების და თუ კი ესეთი ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულე ადამიანი წააწყდება პრობლემას, რომ ასე არ შეიძლება თუნდაც ბანკში ან აპტეკში ნებისმიერ ადგილას შესვლა, დაფიქრდება ამათ პრობლემაზე და ეს არ არის მარტო ერთი და ორი ადამიანის პრობლემა და რაც უფრო ბევრი გაიაზრებს და მიხვდება და დაეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში, უკეთესი იქნება. და რაც შეგვეხება ახალგაზრდებს პრობლემის გადაჭრის მიზნით, ერთი არის რომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდა ფოტოგრაფები ჩაგვერთო და ისინი გადაიღებენ ფოტოებს, მოეწყობა შემდეგ ამ ფოტოების გამოფენა და იქნება მათი თვალით დანახული ამ ადამიანების პრობლემა და შეიძლება დააფიქსირონ თავიანთი აზრი, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა. ანუ ცოტა გამოფენასაც ვაკეთებ. ციცი როგორც გავიგე, ახლა ხანს შენ ხატავ და აპირებ თუ არა შენი ნახატების გამოფენას ამ აქციის დროს. თუ არ აქციის დროს არა გეკვამდა. სპეციალურად გამოფენის აპირებს სადაც თემატური სახე უნდა მისცეთ. კი, თემატური უნდა იყოს და ამდენი ის დახატვა. ანუ ცოტა რთულია ჩემთვის და მოდი დაგვე ძალიან დამაინტერესა და ანუ ერთი ნახატის დახატვის დროს ანუ რამდენი დროს უთმობ, რამდენი დღე გჭირდება საათი? გაჩნია რომ მხოლოდ ილოს არ ვირჩევ ჯერ ეს ერთი და კიდევ როგორ კომპოზიციას ავარჩევ 2 საათიდან 12 საათამდე. გასაგებია. მოდით ჩვენს მაყურებელს ისევე ტელეფონის ნომრები და SMS ნომრები შევახსენოთ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ 235-33-07-ზე ან მოგწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 923-40 923-41 ან 955-00. ესე რომ ეხლა გადავალ შემდეგ კითხვაზე, რას ელოდებით ხელისუფლებისგან ბავშვებო? ანუ როგორ დაგიჭერთ მხარს, ანუ რას ელოდებით მათგან? დაინტერესებას პირველ რიგში ამ პრობლემის მიმართ, იმიტომ რომ ანუ თulit რომ აქამდე საერთოდ არ დაინტერესებულან. იცით რა, დაინტერესებულან, ანუ შეიძლება დაინტერესდნენ, მაგრამ რეალურად რასაც ხედავთ, ჩვენამდე არ მოსულა. რაც არის გაკეთებული პანდუსები ქალაქში, თბილისში და თბილისის გარეთ იშვიათად შეხვდე საერთოდ პანდუსს. არ არის გაკეთებული ისე, რომ გამოყენებადი იყოს და ასე გაკეთებულს უკვე თუ ვერ გამოიყენებს ადამიანი, მაშინ არ აქვს აზრმის გაკეთებას, ხო? მოდით აქვე განმარტოთ, მაშინ რაშია ეს პრობლემა? აი ზოგიერთ დაწესებულებას აქვს პანდუსი, ხო? მაგრამ ამ დახვრილობა უნდა იყოს სპეციალურად. გასაწყვეტი უნდა იყოს. ზოგიერთი როგორც შევამჩნიეთ ჩვენს
სადაც ვიმყოფებით, ან პანდუსი აქვს, ოღონდ ვიწრო ზომებში, ანუ სადაც ეს ეტლი ვერ ამოდის. ვერ ამოდის, ხო? ანუ ამაშია პრობლემა. ანუ თუ აკეთებენ უხარისხოდ, ან საერთოდ არ არის გაკეთებული. არ ხდება ჩემი აზრით პრობლემის გაშორება, ხო? აი რაღაც უფრო შეურაცხყოფ არ მინდა ვიყო. მაგრამ ძალიან დამოკიდებულება. ანუ ხო, უფრო მოვალეობის მოხდეს ვისნით კეთდება, ვიდრე ან როგორიც უნდა იყოს, ესეთი აი ძალიან იშვიათია რა შემოგვიყვება. მე მგონი გააზრებული აქვს უფრო პანდუსი, როგორც ეს არის ასასვლელი, რომელიც კიბის მაგურად უნდა იყოს. მაგრამ რეალურად როგორ უნდა გაკეთდეს ეს გააზრებული არა. როგორც ნინიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, პანდუსები, როგორც იკითხა, პანდუსი გაკეთებულია იმისთვის, რომ ბარგი გადაადგილონო, ესეთი რაღაც იყო და მე ნამდვილად არ ვეთანხმები მაგას და მოდით კიდევ ერთხელ შემდეგი ვიდეო ვიხილოთ, სადაც ანუ ქართველები არიან წარმოდგენილი და პროდიუსერს ვთხოვ, რომ გავუშვათ ვიდეო რგოლი. დავბრუნდით ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თუ თქვენ ეხლა შემოგვიერთით, გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის თემაა პანდუსი და ბავშვების პროექტი გახლავთ რა არის პანდუსი. ალბათ იხილეთ ყველა ვიდეო რგოლი, სადაც ძალიან აქტიურად არიან ეს ადამიანები ჩართულები. სხვათა შორის სულ ცოტა ხნის წინ ვიხილე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა, სადაც აი გავუცდი, იმდენად აქტიურად არიან ეს ადამიანები ჩართული, ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვს, ასე რომ ძალიან იბრძვიან და ძალიან მეამაყება მე სხვათა შორის. მოდით შემდეგ კითხვას დაგისმევთ. ხატია, ჩვენთან მაქვს კითხვა. აი როგორია საზოგადოების ინფორმირება და დამოკიდებულება პანდუსების მნიშვნელობაზე, თუ შეიძლება რომ ამაზე გვესაუბრო. ცალკე თემაა, აბსოლუტურად განსახილველი, იმიტომ რომ საერთოდ არაინფორმირებულები არიან. მაგიტომ დაეთმო ამ თემას ეს გადაცემა, რომ თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცის კიბერმა. ანუ ამასთან დაკავშირებით ჩავატარე ჩვენ გამოკვლევა, ეს იყო გამოკითხული იყო 16 წლის ასაკიდან ზემოთ ადამიანები და აი შემაშფოთებელი იყო რიცხვი, რომლებიც იცოდნენ რა იყო პანდუსი. ძირითადად მოიაზრებდნენ რატომღაც რომ ეს იყო უსინათლოთა გადასასვლელი ბილიკი, ხმოვანი და რაც შეეხება იმას, რომ ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის ასასვლელი ადგილი, ეს არ იცოდა არავინ. საშინელი შედეგი მივიღეთ, თუმცა ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ ეს პროექტი და იმედი გვაქვს, რომ ინფორმაციასაც მიიღებენ და უფრო ჩაერთვებიან ამ პრობლემის მოგვარებაში. სალამ შემდეგ კითხვაზე გადავალისო ტელეფონის ნომრებს გამოვაცხადებ. ეს გახლავთ 235-33-07 ან SMS-ის ნომერი 9340 9341 ან 955000. მე მაინტერესებს ანუ საზოგადოების დამოკიდებულება როგორი იქნება აქციის მსვლელობის დროს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გადავკეტოთ ეს, მაგრამ აი ასვლაში, ჩამოსვლაში ხელს შეუშლით და თქვენი აზრით როგორი დამოკიდებულება იქნებათ? ამდენად მიიღებენ. იმედია მიიღებენ. ხო, ან იმედი გვაქვს, რომ ძალიან
დაგვეხმარებიან და ეს არ იქნება ალბათ ისეთი აქცია დავარქვათ, ისეთი აქცია არ იქნება, რომელმაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. მე ესე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება ცუდად ან ძალიან პირდაპირად გამომდის ნათქვამი, რომელიც საღად აზროვნებს, მიიღებს ძალიან კარგად, ძალიან ბუნებრივად და ალბათ იმაზე უფრო დაფიქრდება, რომ ეს აქამდე უნდა მოგვარებულიყო, ვიდრე ხელშეგუშლის აქციის მსვლელობაში. თან ეს არ იქნება იმდენად მასშტაბური, რომ სერიოზული შეფერხება გამოვიწვიოთ ქალაქში. და საერთოდ, როდესაც ადამიანი ხედავს, მაშინ უფრო აფასებს და მაშინ უფრო გულთან მიაქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა განახორციელოთ ესეთი აქციები და რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად თქვენს გვერდით ვიქნებით. ციცი, როგორი უნდა იყოს კარგი პანდუსი? რატო ვერ აკმაყოფილებს საქართველოში პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოთხოვნებს? პანდუსს აქვს თავისი აგების პრინციპი. დამოკიდებულია რამდენად მაღალი ან დაბალია კიბე. დახრილობის დონე. კი, ცით როგორც მე არ ვიცი ეს ზუსტად, იმიტომ რომ ეს მშენებლის საქმეა და ჩემი აზრით ანუ კი მოვიცია მე ინტერნეტში არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორ იქება ანუ ერთი კიბის შემთხვევაში ამხელა დახრილობა უნდა ქონდეს და ასე შემდეგ და ანუ ჩემი აზრით როცა მშენებელი ხარ, როცა ეს არის შენი საქმე, უფრო გარკვეული უნდა იყოს ამ საკითხში და ჩვენი პრობლემა, ანუ საქართველოში პანდუსების პრობლემა ის არის, რომ არის ძალიან დახრილი, ვიწრო, ან როცა ეს რკინები არის, ბობლები არ ეტევა, ან ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და აი ძალიან ძნელი, აი ფაქტობრივად ვერ იყენებ. ან ეთის როგორ არის შეიძლება გამოიყენო, მაგრამ პანდუსის დანიშნულება ის არის, რომ იყენებდე სხვის დახმარების გარეშე. ან უნდა ახვიდე ისე, რომ არ დაგჭირდეს არც სხვისი უკრიდან მოწოლა ეტლზე. და პრობლემა იმისთვის გქონებს, რომ აი უმეტესი პანდუსები რაც არის ახლა საქართველოს ქუჩებში არის სრულიად გამოუყენებ, ანუ მარტო ვერ გამოიყენებ, თუ სხვის დახმარების გარეშე ვერ გამოიყენებ. ხშირი არის შემთხვევა, სადაც არის პანდუსი გაკეთებული, იქ მანქანა დგას, ან სრულიად შეუძლებელია იმის გამოყენება. ამიტომ სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საზოგადოებას მაყურებელს რომ არ დააყენოთ ავტომობილები პანდუსების ანუ შესასვლელზე. წესით უნდა იცოდეს ნებისმიერმა. პარკინგის ადგილზე, სადაც ეტლით მოსაგრებელი ადამიანის ადგილია გამოყოფილი, იქ ან სანაგვეყუთი დგას, ან ორი მანქანა ერთად დგას, არ ვიცი, ძალიან ერთია რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ვერ იყენებენ, იმიტომ რომ არ არის საზღვარგარეთ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტს აქვს ეს დანიშნულება, რომ შეიძლება ეტლი აიყვანოს ადამიანმა თვითონ აზრის დახმარებით. მაგრამ საქართველოში საერთოდ არც ერთ ტრანსპორტში არ არის ეს, რომ შეეძლოს ადამიანს გადაადგილება, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან თავიანთი მანქანით, ხო, მაგრამ ხო არის კატეგორია, რომელთაც არ ყავთ მანქანა და ისინი ვერ გადაადგილდებიან, მაგრამ აქვთ უფლება, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ძალიან ბევრი ადამიანი არის საერთოდ არ გამოდის ქუჩაში, იმის გამო რომ ფაქტიურად აი შეუძლებელია მოძრაობა. არა მარტო შენობაში შესვლა, არამედ თვითონ ქუჩაში სიარულიც, აი ტროტუარზე ასასვლელებიც ან ისეთი ჩამონგრეულია ვერა ხოლმე არ ვიცი მოკლედ ეს ძალიან თქვენ სწავლობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აი მოდით განსაზღვროთ სიტყვიერად რამდენ პრობლემას ვაწყდებით აი სახლიდან უნივერსიტეტამდე მისვლამდე. ანუ ჯერ კიბეები იქნის პრობლემას. შემდეგ ტრანსპორტი. თუ ავტომობილი არ ყავს, მაგ შემთხვევაში ტრანსპორტი უნდა გამოიყენოთ. ავტობუსი, ხო? ავტობუსიდან ჩამოსვლაც პრობლემაა. გზაზე გადასვლაც პრობლემაა. და შემდეგ უნივერსიტეტში შესვლაც აუდიტორიამდე მიიღწევაც პრობლემაა. კიბეები როგორ უნდა აიარო? ხო, ეს პრობლემაა. ეს პრობლემიდან მეორე ობიექტამდე სანამ გადავადგილებთ, მინიმუმ 8 პრობლემას ვაწყდებით. კი. რაც ძალიან რთულია. ძალიან რთულია, მართალია. როგორღაც უნდა შევძლოთ, როგორღაც უნდა დაგვიდგეთ მაყურებელო თქვენს მხარში. რატომღაც გავიცდება, რომ ამ ადამიანებსაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ და არ უნდა იყოს ესეთი პრობლემები, ну ასეთ არც თუ ისე, მაგრამ განვითარებულ ქვეყანაში. განვითარებადი ქვეყანა ვართ, მაგრამ იმედია და იმედი გვაქვს ხელისუფლებისგან. იმედი გვაქვს, რომ ყურადღებას მიაქცევენ ამ პრობლემას. და პრეტენზია გვაქვს თან რომ ვიყოთ ევროპის ერთ-ერთი გამოჩენილი ქვეყანა.
აი ევროპაში ამ მხრივ მართლა ისეთი მდგომარეობაა, რომ აი როცა იქ იცხოვრებს ადამიანი ჩემს და საერთოდ ვეღარ შეეგვება, ანუ მე შეზღუდული. ჯერ ისედაც ყველა როცა ევროპაში წავასაც ყველა ადამიანი ჩვეულებრივ ძალიან დაჭერს მე საქართველოში დაბრუნება და ანუ იტალით მასალები საერთოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის იქ იმდენი ისეთი ასე თქვა კომფორტია შექმნილი, რომ ძალიან რთულია მე იცხოვრო საქართველოში. იქედან დაბრუნება ცოტა რთული. ცოტა ისეთი კითხვა უნდა დაგის, აი როგორც ვიდეოს შემთხვევაში ვიხილეთ, რომ აქტიური ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესით არიან დაკავებულნი, ან 2012 წლის ოლიმპიადა როგორც ვახსენეთ. შენ რატომ არ ცდილობ, რომ აქტიურად იყო და ისე უფრო ივარჯიშო? ეს ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. არა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ანუ მე ხელა ძალა არ მაქვს მაგალითად, რომ ის მექანიკური ეტლი ჩემი თვატარო და ძალაც მოგივა და მხენეობაც ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგ პროექტებზე მუშაობს და ასე. როგორც გავიგე, ძალიან ბევრი პროექტს ახორციელებ და ამის შესახებაც მოგვიყვება. ეს სოციალური თემა და პირველად ვაკეთებ. მანამდე რა ქონდა გაკეთებული? პროექტებზე მუშაობს ახლა. გამოფენის და თქვენ სულ ერთად ხართ. ხო, ესე ძალიან მიხარია. მოდით ახლა მე რაღაც პატარა რაღაც მომამზადე, რომელსაც წავიკითხავ. სადაც სოციალურ ქსელზე ამოვიკითხე. ესე იგი, როდესაც ნაციონალური მთავრობის ერთ-ერთ წევრს კითხეთ თუ რატომ არ არის ფორმა 100 უფასო ჩვენთვის. მან მშობლებს განუცხადა ერთი თვე სიგარეტს ნუ მოწევდნენ და გადახდა შეეძლებოდა, თუმცა ვინ ეწეოდა არ ვიცი. და პასუხია ესეთი: გაცემული განმარტება ფორმა 100-ის. ეს არის ფორმა 100 არის დამადასტურებელი, რომ ნამდვილად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ხარ. იმედი მაქვს ახალი მთავრობა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და ამათ არ დაემსგავსებიან. ასე რომ ეს იმიტომ წავიკითხე, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ხელისუფლებისგან, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გავერთიანდეთ, დაუდგეთ ერთმანეთს მხარში და ვიყოთ ესე რა, კარგად და ჯანმრთელად. ჩვენ ახლა მოვამზადეთ კიდევ ერთი ვიდეო რგოლი. ორი ფილმიდან არის ვიდეო კოლაჟი მომზადებული. Selon le contrat, vous disposez également d'une dépendance. Allez debout, Philippe. C'est qui ce type? Autour de toi, tout le monde s'inquiète. Bon, il est grand, il est costaud, il a 2 bras, 2 jambes, un cerveau qui fonctionne, il est en bonne santé. Frollo, là. Ça frise. Et on va où? Putain, c'est quoi, je pue? Ah, ma godasse, putain! That's discrimination. Rory O'Shea has always spoken his mind. For funding the needs of the disabled. I'm disabled and I need a drink. And tried to live life on his own terms. Finished. But this free spirit is about to meet someone who's never taken a chance. Don't you want to be like everyone else? He's got the whole world in his hands. He's got the whole wide world. But I have to get out of here. I'm going to die. Now, all they need, You Are But a Boy, Bridget Jones's Diary, and Billy Than You Think. Are you going to shut up, or am I going to have to make you? I'd like to see you try. როგორც ხედავთ, ჩვენ ისევ ეთერში ვართ, დააბრუნდით. სანამ გადაცემას დავასრულებთ, მინდა ვთხოვო ჩვენ სტუმრებს, რომ ანუ როგორ მიმართავთ მაყურებელს, ხალხს, თქვენი ისე პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოდით მიმართოთ მაყურებელს, ხალხს, დაგვიდგნენ და იყვნენ ერთად, ჩვენთან ერთად. კი. ან მაყურებელს რას ვეთქვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი და თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ შემოგვიერთდნენ ამ პროექტის განხორციელებაში, შეუძლიათ რომ თავიანთი თუნდაც ჩანაფიქრის დონეზე გქონდეთ რაიმე იდეა გაუჩნდებათ ამ გადაცემის ნახვის შემდეგ, შეუძლიათ მოგვაწოდონ ეს იდეები, ან თვითონ აქციის დროს შემოგვიერთდნენ ნებისმიერ მსურველს მივიღებთ. იმისათვის რომ ცოტა დავკონკრეტდეთ, თქვენ პირველად სად გეგმავთ აქციას, იმიტომ რომ მაყურებელს უთხრათ, როდის გეგმავთ, თუ ჯერ არ გაქვთ დაზუსტებული.
იცი რა არსებობს ჩვენი გვერდი Facebook-ზე რა არის პანდუსი და შეუძლიათ ამ საშუალებით გაიგონ ინფორმაცია. მოგწერონ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მათ გავცეთ ზუსტი ამომწურავი პასუხი ამ გვერდის საშუალებით. ანუ სხვა მხოლოდ Facebook-ზე ხართ დარეგისტრირებული ამ სტატუსში, ან სხვა სოციალურ ქსელზე არ სხვა სოციალურ ქსელზე შეუძლიათ პირადად მოგწერონ ჩვენ და გავცემთ პასუხს და დავეხმარებით იდეის განხორციელებაში და ერთმანეთს დავეხმარებით მგონი ჩვენს და მაყურებელს. შენ როგორ მიმართავ ხალხს? რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ერთად დავდგეთ? რა უნდა გაითვალისწინონ? ჩემი სურვილი იქნება, რომ ერთმანეთის პრობლემის გაზიარება და მდგომარეობის გაზიარება შეგვეძლოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ადამიანს შეუძლია რომ შემდგომარეობაში შევიდეს. აღარ ჭირდება იმის შეხსენება, რომ აქ პანდუსი უნდა დადგეს თუ იქ ხმოვანი გადასასვლელი უსინათლოთათვის. მთავარი პრობლემა მაინც თვითონ ადამიანის გულგრილებაა ჩემი აზრით. ამიტომ ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ შევძლოთ ერთმანეთის გვერდში დადგომა და ერთმანეთის პრობლემის გაზიარება. კიდევ რას დაამატებთ ბავშვებო? ესეთი პრობლემის წინაშე ნებისმიერ ჩვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეთ, არავინ არაფრისგან არ ვართ დასხმეული და ამიტომ მხარში დაგვიდექით და დავეხმაროთ უბრალოდ ერთმანეთს. მე მინდა ისე ჩვენი ტელეფონის ნომრები გამოაცხადო, ეს გახლავთ 2-35-33-30, ან SMS ნომერი 93-40-90-93-41 ან 9-55-00 და აქვე ზარია. გამარჯობათ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. უკაცრავად ტექნიკური ხარვეზისთვის. გისმენთ? აიო. დიახ. დიახ, უყურებთ გადაცემას და ისა მართლა ფაქტუალური თემაა და უფრო დიახ, შეიძლება რომ ხშირად დაუწყოთ ეთერი ასეთ საკითხებს. მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არა. ეს საერთოდ სხვა პრობლემები არიან მართლაც ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, ვისაც გარეთ გამოსვლა უნდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მადლობა თქვენ გადაცემას და კიდევ თუ დაუწყოთ ბევრ დროს ალბათ სასურველი იქნება. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვფიქრობ, რომ ესეთი ტიპის გადაცემები ძალიან ბევრი იქნება ჩვენს ეთერში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და იმედია რომ მაყურებელმა გაიგო პანდუსის მნიშვნელობა, იმედია გაიგო რამდენ პრობლემას აწყდება ადამიანი ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტამდე გადასაადგილებლად. იმედია გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, ჩვენს თხოვნებს. მოთხოვნა ნამდვილად არ არის, ეს არის ჩვენი თხოვნა, რომ დავდგეთ უბრალოდ ერთად. კიდევ ზარია ეთერში, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, ისმეთ. ეთერში ხართ, გისმენთ? უკაცრავად რაღაც ხარვეზია, იმედია კიდევ დაგვირეკავთ. ცოტა ხანში შემოგვიერთდება მაყურებელი და მე იმას ვამბობდი, რომ იმედია გაიგეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა. იმედია ცოტათი მაინც თქვენს გულამდე მოვიტანეთ ეს პრობლემა. ასე რომ მე უკვე უნდა დაგემშვიდობეთ. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მე უნდა დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე უფრო საინტერესო თემებით. კარგად ვსანდებოდით.